გამარჯობა ჩემო კარგებო. ახალი ბრძოლა გაიმართა სააკაშვილის ბოზებს შორის. მოკლედ თინა აღარ არის ახლა მიშას ფავორიტი, თინა ბოკუჩავა. და ახლა ნანუკა გახდა მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი, ნანუკა სუპერქალი რა. თან ახლა мотивация ანახა, ნიფხავი შეიცვალა. ხო და მიშას დაევასა და მოკლედ ახლა დავიწყდათ მიშას სახელი იქ რა. ყოფილ თანამებრძოლებს, ყოფილ საყვარლებს, ყოფილ იმას და ამანაც გადაწყვიტა რა, თავისი სიტყვის თქვა, ამას ხო მოკლედ ბუმბერაზის სიტყვა აქვს რა, ჯავშან ტექნიკა, მძიმე არტილერია და ეს ახლა თქვა რომ ნანუკა ჟორჟოლიანიო ნაცების მხედართ თავრა თუ აგერო ახლა და იქ რეფორმებს გაატარებს, ნანუკა რეფორმატორი. აი სვანეთში საწყალი ბიჭები კი ნაღამ რომ მოაკლევია მის გამოყლებებულ ქმარს. ჯერ ის იმომკვლელი იყო, მაგრამ ძალაუფლება და ხელისუფლება ამათ ხელში იყო და რასაც უნდათ იმას უკეთებდნენ ქართველებს. ხო და ახლა ეს ხარჭები მიხეილ სააკაშვილის ხან სოფოა, ხან თინა, ხან ნანუკა, ხან ამათში მოსულა რა. თანაპარტიელების ცოლების ხმარება და ესეთი რაღაც ჩვეულებრივი მომენტია და მოკლედ თელიერი უყურებს ახლა ამ მოხდა ბრძოლას და ეს რურუა ტელევიზიებიც და ნაცების და კოცების მთელი პროპაგანდისტული მედიაც გადართულია იმაზე, როგორ აჩვენონ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის აზრი. ადამიანი დიდი ხანია პოლიტიკური გვამი გახდა, მაგრამ მისი აზრი და მისი გადაწყვეტილებები დღემდე რელევანტურია ქართულ საზოგადოებაში. ეს რას ნიშნავს, იცით? ქართული საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერება მიხეილ სააკაშვილის გახრწნილ პირად და მდაბიო პოლიტიკურ გვამად ქცეულ აზრზე დიდი არ არის. იმიტომ რომ მას ამით ინტერესდება იქ რა მოხდა, ვიში შეუყო, როგორ შეუყო, რანაირად გაიფურჩქნა, როგორი იქნება მკვდარი პოლიტიკური პარტიის ცხოვრება. ცოცხალი არც ერთი არ არის, მაგრამ ეს მკვდარზე მკვდარი ათლად უსკულია. ხო და ეს არის რეალობა, მწარე რეალობა, რომელსაც ყველა გაურბის და რომლის დანახვაც, ასახვაც და რეალობაში გამოტანა არც არავინ არ უნდა რაც. არავის არ უნდა რა. ისეთი რაღაცა რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკურ ძალას რო გაეკეთებია, არაფერს არ მომცალკეულ პერსონაჟს. როგორც მაგათაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთა, როგორცაც დღეს ივანიშვილი და მისი გუნდი აკეთებს. გულახდეთ გეუბნებით, ჩაატარებდნენ არა თვითონ სისხლის სამართლებრივ პროცესებს, არამედ ჩატარდებოდა ლინჩის სამართლის წესით გასამართლება საზოგადოებრივად ამ ხალხის. ამათ არავინ არ აიტანდა ამდენი ხანი, მაგრამ ჩვენ ავიტანეთ. და მე როგორია, იცი მიშა წმინდანი რო ყავდათ და ღმერთკაცი. გამხდარი უკრაინაში წავიდა და ვიღაცა ამ თავის ნაშებს ვიღაცა კიდე იქიდან დაატყნა თავზე და ეს იყო მისაღები ყველასთვის და მთელი ნაცებისთვის და კოცებისთვის და ამ ბეტერა ქალებისთვის რა. მიშას რო ყავდა და ყავს და ეყოლება კიდე. მიშას ქალები. როგორები არიან, ეხლა ჩემზე კარგად იცით. ტელევიზიას გადმოცემა არ უჭირს მათი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის და რა ვიცი ახლა აგერა ხართ თქვენ ყველა თავმოყრილი და ვინ ერთობა ამითი და რის მაგივრად ერთობა და სინამდვილეში დღეს ქართული საზოგადოების და საქართველოს უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს მისი ეკონომიური განვითარება, პოლიტიკური სტაბილურობა პირველ რიგში და მეორე ეკონომიკური განვითარება. შემდეგ სადა რეოპოლიტიკის სწორი წარმოება და ნუ აქედან გამომდინარე ქართული ერის კეთილდღეობის საფუძვლების გაღრმავება. ამითი არ მედის საქმე, ამითი არავინ არ აინტერესდება ამითი. ყველას გონია რომ რაღაცა ჩამოვა და აბა როგორ ავშენდებით, როგორ უნდა აშენდე. როგორ უნდა აშენდე ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია არ მიმდინარეობს. ყველა წესიერი ქვეყანა ნახეთ თქვენ. შეხედეთ და შეადარეთ, ვინც უყურებს ამ პროცესებს და იცის. ინდუსტრიალიზაცია განვითარებული საზოგადოების არ ჩერდება ერთი წამით. ერთი წამით არ ჩერდება, იმიტომ რომ არის მოთხოვნა პროდუქციაზე შესწავლილია ეს, რადგან ინდუსტრია მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნებები შესწავლილია და მიმდინარეობს ამ პროდუქციის გამრავლება, პროდუქტირება. ამას იღებს ის საზოგადოება მარტო კი არა, სადაც ის იქმნება, არამედ გარშემო რეგიონები. და ამითი რა ხდება? ამითი ვითარდება ეკონომიკა და ბიზნესი. ეს არის მთელი ქსელი. ეს არის მარტო თქვენი
ვიწრო ცნობიერებით ვაჭრობა. ამას სწორი გაგება უნდა. და ძალიან ბევრი რაღაცის ინდუსტრია შეიძლება და გაკეთებული იყოს საქართველოში, აგრარული ქვეყანაა, ძალიან ბევრი მოსავლის მიღება შეიძლება, გინდა ეს იქნება ხილი, გინდა ეს იქნება ხორბლეული თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ და ყურძენზე არაფერს არ ვლაპარაკობ. ის სხვა ფილოსოფიაა კიდე და სხვა ინდუსტრიული სამყაროა, მაგრამ აქაც როგორც უყურებთ, აგერ პრემიერ-მინისტრად ტიპი მოვა და ქარხანას გააკეთებს, ღვინისას გაყიდის და აჰა, მოსულა. მარტო იმასაა გამიზაჟვალება. და ყურძნის ქვეყანაში კოკა-კოლას რეკლამა კეთდება. არ ვიცი, მე ახლა ამას რამდენად შეიძლება მიაბა იმ თემას სააკაშვილი და მისი ბოზები, მაგრამ ქვეყანაში როცა პატიოსნება მარცხდება, მე იმარჯვებენ ბოზები. და რა ვიცი, მე ახლა არ მაინტერესებს რა, ნაცი იქნება, კოცი იქნება. ებრძვიან დღეს სწორ შეხედულებებს. თუ კაცი რამეს იტყვის, ან ნაცია, ან კოცია. და ეს არ ტრაგედია ზუსტად. ესაა პრობლემა ზუსტად, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილიძე უკეთესი ჩვენ არ მიგვიღია პოლიტიკურ მმართველობაში. და ის ცნობიერება საზოგადოების, რასაც მაგალითად პროტესტი უნდა გამოევლინა და ავლენდა კიდევაც სააკაშვილის დროს, ხო? განიცადა მუტაცია. ან შეერწყა და შეეგუა ქართული ოცნების შვაშისტურ პოლიტიკას, რომელიც მარცხისკენ არის მიმართული. ან გავიდა საერთოდ დატოვა საქართველოს საზღვრები და აღარ არის ის ამ საზოგადოების წევრი. და რაღაცა სხვა ასტრალში არის და სხვა ქვეყნის პროდუქციას ქმნის და სხვა სამყაროში ცხოვრობს. ამას უნდა სწორი დანახვა, სწორი ასახვა და სწორი მიწოდება უნდა საზოგადოების მიმართ, მაგრამ ნაცვლად იმისა ეს მოხდეს. არა, ვიღაცის ვიღაცაში, ვიღაცა როგორ შვება და ამ ლოგინს როგორ იყენებს მე პოლიტიკაში. ვიღაცა იძახის რომ დაგმობილია, დასაგმობია, რას ეხები ვიღაცის ლოგინს. არ შეიძლება ასე კაცო. კლინტონი ამერიკის პრეზიდენტი იყო და აგერ ნებაყოფილობით მისცა იმ მონიკა ლევინსკიმ და გადააყოლეს ადვოკატის სტატუსს ჩამოართვეს და შეაფურთხეს საჯაროდ. არ არის ას ჩვენ ის დიდი ქვეყანაა იტანს ამერიკა და რამდენი ამის ფაქტი არის კაცო. და ეს საქართველოს იტანს ამას. იმიტომ რომ საქართველოში წესიერად ასე იყო და ასე იქნება და ასე დარჩება. ხალატი არის ბოზობაზე უარესი და მადლობა.